გამარჯობათ. ეს ორი დღეა არ მქონდა სურვილი რაღაც ჩამეწერა ვიდეო, იმიტომ რომ ისეთი პერიოდია და ისეთი დრო მოვიდა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა და სინამდვილეში ახლა ვიგრძენი რაღაცნაირი დაობლებასავით რომ ქვია, იმიტომ რომ მე 90-იანებში დავამთავრე სკოლა და ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ვიწყებთ დამოუკიდებლობაზე ფიქრს და საუბარს და ილია მეორე ჩვენთვის იყო ეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დონის ადამიანი, რომელიც რაღაც გარკვეულ იმედებს გვაძლევდა და თელ ქართველ ერს რო გვეიმედებოდა, ისეთი ადამიანი იყო. მე ეკლესიასთან ჩემებური დამოკიდებულება მაქვს, თავისებური, ბევრ რამეში არ ვეთანხმები, პროტესტის გზნობაც მაქვს, მაგრამ საქართველოს პატრიარქი არა მარტო ჩვენი ეკლესიის პატრიარქი იყო, ანუ მართლმადიდებლების და რაღაც, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ მუსულმანი ქართველებისთვისაც იყო ის პატრიარქი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რელიგიაა და სხვა მიმდინარეობა. სინამდვილეში რელიგიები ხო ღვთისმეტყველების სხვადასხვა გამოვლენა. ერთ ვიდეოში, როდესაც საუბრობდი ეკლესიაზე და რელიგიაზე, ვთქვი, რომ ღმერთს არ აქვს არც მისამართი, არც შენობა, რომ ეს სახაჭაპურეებით მომრავლდა ეს და რაღაცნაირი ფასი დაეკარგა, ხო, ამ იმას ყველაფერს და ეს არის ღვთისმეტყველება და ადამიანები ყველა თავისი გზით თუ ბილიკებით ცდილობს ღმერთთან მივიდეს. და ამ გზაზე ერთ-ერთი ესეთი მფარველი გნებავთ დაარქვით, გნებავთ ხელშემწყობი გნებავთ დაარქვით. იყო ჩვენი პატრიარქი რასაგვირველია და მე ამ სამ ადამიანს მაგალითად ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მერაბ კოსტავა უფრო ვერ მოასრო ხო თავის გამოჩენა ეროვნულ საქმეებში. ესეთი ადამიანიც იყო რასაკვირველია ედუარდ შევარდნაძე, ახლა ვინც როგორც არ უნდა ილაპარაკოს, მშენებლობა დაიწყო მან, იმიტომ რომ 90-იანებში ეს ერთმანეთს რო დავერიეთ ქართველები და რა ვიცი, უმტკიცებდით ქართველობას, ვინ უფრო მეტი ქართველი იყო და ის ეროვნული მთავრობა ჩვენი არჩეული. გავაქციეთ თბილისიდან და საქართველოდან, ედუარდ შევარდნაძე ჩამოსვლიდან დაიწყო ფაქტიურად რაღაცის მშენებლობა და ქვეყანა რაღაცას დაემსგავსა, მოვიდა 2003-მდე და მე ისე ვარდნა იყო ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებაში. იმიტომ რომ თურმე ისტორია გვაჩვენებს, რომ თავარი ყოფილა ქართველებისთვის მშვიდობა, ხო? იმიტომ რომ როდესაც კი დაისადგურებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობა, რაღაც არნახული აღზევება მიდიოდა, თუნდაც იმპერიების შემადგენლობაში ყოფილიყო საქართველო, სულ ერთია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი ამ მიწაზე ისადგურებს მშვიდობა, მაშინვე ფეთქდება ეს ქართული გენია. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ილია მეორე იყო ბოლო ასეთი ჩვენი მამა, რომელიც წავიდა უკტავებაში, იმიტომ რომ ისტორიაში სულ იქნება და ღმერთმა გაანათლოს მისი სული. მე მახსოვს ჩვენი პატრიარქი 9 აპრილის კადრებზე, როდესაც რამდენჯერაც არ უნდა უყურო ერთი და იგივე გრძნობა მეუფლება, რომ იმ წუთში ის ადამიანი იყო მარტო და ეს არის ძალიან დიდი ცოდვა მთლიანად ჩვენთვის და იმიტომ რომ არ შეიძლება რომ პატრიარქი იყოს მარტო, რადგანაც მისი აზრი, მისი შეგონება არავინ არ გაიზიარა და ეს არის ჩვენთვის, არ ვიცი, ცოდვა რა, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ხო? ქართულ ეკლესიას და გქონდეს ჩვენი რაღაც გარკვეული პროტესტი, ან გაუგებრობა, გნებავთ გაუგებრობა დაარქვით. გნებავთ პროტესტი დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით, სულ ერთია, ანუ შეუთანხმებლობა დაარქვით.
მაგრამ როდესაც საქართველოს პატრიარქი გამოდის და რაღაცისთვის მოგიწოდებთ რაღაცას ამბობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სიტყვები, რომელსაც ის გეუბნება და ამიტომ ამაზე აი გაწაყრუება და უგულებელყოფა ამის არაფრით არ შეიძლება, ეს ცოდვაა ხალხო და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ არ შეიძლება და უნდა დავაფასოთ, ეს ერის მამაა, ხო? ჩვენი სულიერი მამა არის. დღესდღეობით ადამიანი, რომელიც მაგალითად მე იმედება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. გინდა გაგიკვირდეთ, გინდა არა, არ ვიცი, როგორც გინდათ ისე თქვით, მაგრამ ეს არის რეალურად ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ეპყრას სადავეები ხელში და მართოს ქვეყანა, შეინარჩუნოს მშვიდობა, იმიტომ როგორც თქვი, ჩვენთვის ისტორიამ დაამტკიცეს, მე არ ვსაუბრობ. ჩვენთვის მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვეთანხმები აქვე, რომ თუ მშვიდობა გინდა უნდა ემზადო ომისთვის და ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ძალიან მილიტარიზირებული, როგორც შვეიცარია, სულ ბუნკერებში უნდა იყოს, ბუნკერებით, რომლებიც ომიანობის შემთხვევაში გადაიქცევა აუღებელ ციხესიმაგრედ. ცოტა გადაუხვიე თემას, მაგრამ ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ ჩვენ მართლა დავკარგეთ ერთ-ერთი ასეთი გოდოლი ჩვენი საზოგადოების და ერთ-ერთი ასეთი კოშკი, ხო, ჩვენი სიძლიერის ეს ჩვენი პატრიარქი იყო და იმედი მაქვს, რომ არანაკლებ ღირსეული ადამიანი გახდება საქართველოს პატრიარქი და ზუსტად ისევე შევიყვარებთ მას მომავალში, როგორც იყო მისი წინამორბედი. ბევრს არ გავაგრძელებ, ამ თემას არ უყვარს ბევრი საუბარი, სადღეგრძელოებშიც ესე ვამბობთ ხოლმე, ხო, ქართველები და ჩვენი ადათ-წესები ძალიან ბევრი რაღაც შეინარჩუნა ქართულმა სუფრამ. თემას არ უყვარს ბევრი საუბარი. ღმერთმა გაგვინათლოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოს საპატრიარქო ჩაიბაროს არანაკლებ ესე იგი ღირსეულმა ადამიანმა. ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობა და ძალიან დიდი სიბრძნეა საპატრიარქოში საჭირო, რომ ამ განცდებს გავუძლოთ და გავიაროთ, ხო? ამიტომ მშვიდობას გისურვებთ, შინ და გარეთ, მშვიდობა ყოფილიყო ეს, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს საქართველოში, ვინც მშვიდობას ინარჩუნებს და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, რომ როგორც თქვი, ამ ქართულმა გენიამ იფეთქოს და უფრო წინ და წინ უნდა წავიდეთ. ამისათვის ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, აუცილებელია და ხელი შეუწყოთ ადამიანებს, ხელისუფლებაში მოიყვანოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად იფიქრებენ მშვიდობაზე და არა ომზე. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.